ეს იან ვერმეერის ნამუშევარია ფერწერის ალეგორია, რომელიც მხატვარმა დაახლოებით 1666-1668 წლებში შექმნა. სასურათის სიბრტყეზე წარმოდგენილია მხატვრის სახელოსნო. ხედავთ საზეიმო სამოში გამოწყობილ მაყურებელთან ზურგით მჯდომ მხატვარს. მის წინ მოლბერტი დგას. ნაწილობრივ იკითხება ნამუშევარი, რომელზეც ის მუშაობს. მაჯით ის მუშტაბელს ეყრდნობა. მუშტაბელი გრძელი ჯოხის სახით წარმოდგენილი საყრდენია. როგორც წესი, მას ხისგან აკეთებდნენ. მუშტაბელის ერთი ბოლო მეორესგან განსხვავებით შედარებით წვრილი იყო. პალიტრის მსგავსად ისიც ცალი ხელით ეჭირა მხატვარს. იმ ხელით, რომლითაც ხატავდა, კი მუშტაბელს ეყრდნობოდა. ზოგჯერ მხატვრები მუშტაბელის დასადებად ქვეჩარჩოზე, ორ სხვადასხვა დონეზე, ლურსმნებს აჭედებდნენ. მუშტაბელი საშუალებას აძლევდა მხატვარს პატარ-პატარა დეტალებზე ისე ემუშავა, რომ ნამუშევრის სველი ზედაპირი არ დაზიანებულიყო. მხატვრის გამოსახულების მიღმა დაფნის გვირგვინის ფრაგმენტი მოჩანს. თუ ყურადღებით დავაკვირდებით ნამუშევარს და სასურათის სიბრტყეზე გამოსახული დაფნის გვირგვინის მასშტაბს, მივხვდებით, რომ ავტორს მიზნად არ აქვს დასახული სასურათის სიბრტყეზე გოგონას მთელი ტანით გამოსახვა. გოგონა, რომელიც მხატვრისთვის პოზირებს, სახით მხატვრისკენაა მიტრიალებული, მისი მზერა კი დაბლაა მიმართული. მას თავზე დაფნის გვირგვინი ადგას, ერთ ხელში წიგნი უჭირავს, მეორეში კი მუსიკალური ინსტრუმენტი. ბევრი მიიჩნევს, რომ გოგონას გამოსახულება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ისტორიის მუზად წოდებული კლიოს გამოსახულებად უნდა მივიჩნიოთ. კედელთან გოგონას სიახლოვეს მაგიდა დგას. მაგიდაზე განთავსებული სხვადასხვა ნივთით, ეს არის თაბაშირის ნიღაბი, წიგნი, გადაშლილი ალბომი ნახატებით, თემატური ნაჭურმორტი იქმნება. ფარდა, რომელიც სასურათის სიბრტყის მარცხენა არეში გამოსახა ავტორმა, გადაწეულია. იქმნება განცდა თითქოს ვიღაცამ ესაა გადასწია ფარდა და მხატვრის სახელოსნოში შეგვახედა. ფარდაცა და მის სიახლოვეს გამოსახული სკამიც ერთგვარ საზღვარს ქმნის მაყურებელსა და მხატვრის სახელოსნოს შორის. ინტერიერს დიდი ზომის რუკა ამშვენებს. ის ვერმეერის მიერ სხვა ნამუშევრებში გამოსახულ რუკათა შორის ყველაზე დიდია. ამ რუკის პროტოტიპად ნიდერლანდების 17 პროვინციის ახალ რუკას მიიჩნევენ, რომლის შემქმნელები ჰოლანდიელი მხატვარი, გრავიორი, გამომცემელი და კარტოგრაფი ნიკოლას იოანის პისკატორი და მისი ვაჟი ნიკოლას უმცროსი არიან. აქვეა ვერმეერის ხელმოწერაც. ნამუშევარში სინათლის ბუნებრივ წყაროდ გვევლინება სარკმლის ღიობი. სარკმელი არ ჩანს, მას ფარდა ეფარება. თუმცა სწორედ ამ სარკმლიდან შემოსული მზის სხივებით ნათდება ოთახი. ნამუშევარში სინათლის ხელოვნურ წყაროდ კი შეიძლება მოვიაზროთ ჭაღი, რომელსაც ჰაბსბურგების ჰერალდიკურ სიმბოლოთაგან ერთ-ერთი ორთავიანი არწივის გამოსახულება ამშვენებს. ნამუშევარი ვენაში, ხელოვნების ისტორიის მუზეუმში ინახება.